ელემენტარული მულტიდისციპლინარული გუნდი ვერ შეკრა ჩვენმა ხელისუფლებამ და გვაქვს ძალიან ბევრი შეზღუდვები ამ ხრივადაც. აი ერთი მაგალითად რომ მიიყვანო ერთ ექიმთან ბავშვი და ბოლომდე რომ გამოიკვლიო, აი ერთ პროფესორთან მაგალითად, ენდოკრინოლოგთან, ხო? 700 ლარამდე გიჯდება. კი, ახლა ოსტეოფოროზი ვისაც აქვს იმ პრეპარატს უფინანსებენ და რაღაც გადასხმას, მაგრამ აი რაც მართლა აუცილებელია და სასწრაფოა ჩვენი შვილებისთვის, მემებს ამ სტანდარტებს არ აფინანსებენ რა. ამ კუთხით არ უდგანან რა ამ ბავშვებს გვერდით. თან ბავშვები როცა უკვე უჭირთ გადაადგილება, ეტყლებზე ხდებიან მინჯაჭულები, ელემენტარული ესეთ ბავშვებს ჭირდებათ აი სასუნთქი აპარატები, თუნდაც ვინც უკვე არის სასუნთქ აპარატზე. ყავს ესეთი პაციენტი ბავშვი, ვინც არის კლინიკაში, კლინიკადან არ გამოყავს მშობელს ბავშვი, იმიტომ რომ სახელმწიფო არ შეუძენს ამ აპარატს და თვითონ არ აქვს იმის თანხა, რომ ეს შეუძინოს. იმიტომ რომ შეზღუდულები ვართ აი რაში კიდე. მშობელი უნდა მოუაროს ბავშვს და ამ დროში არ ქცალია რომ იმუშაო, ხო? ერთმანეთს ვცვლით მშობლები და აი ვცდილოთ რაღაცნაირად გავიტანოთ თავი ამ ბავშვებს, რომ დავეხმაროთ. კი ბატონო.